ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა გაგიზიაროთ ეს ენერგიები, დაგმუხტოთ. იცით რა არის? ბედნიერების გრძნობა ეს არაა გარე ფაქტორებზე დამოკიდებული. როდესაც ბედნიერება გააქვს შიგნით და არ არის დამოკიდებული არაფერზე, განსაკუთრებით გარე ფაქტორებზე. 24 შვიდზე ხარ ბედნიერი. ამისთვის რა არის საჭირო? ჰარმონია. სულის და ტვინის ჰარმონია, გონების ჰარმონია. შინაგანად როდესაც ხარ ჰარმონიული, ხარ ბედნიერი. ანუ როდესაც შენი გონება, შენი ფიქრი აზროვნება და შენი სული მიდის ერთ მიმართულებით. და როდესაც შენ დანიშნულებას ასრულებ, ხო? შენი სულის და ამოცანებს აკეთებ, ასრულებ, დავალებებს, რაც შენ გულს უნდა, სულს უნდა, არა აქვს მნიშვნელობა, როგორც კიდე დაუძახეთ. ხო და ეს ჰარმონია შეიძლება მარტო იმ შემთხვევაში მიაღწია, როდესაც აი ეს შიშები რაც აქვს ჩვენ ტვინს, ხო? ჩვენ ქვეცნობიერს, ხო? ჩვენ ცნობიერს თუნდაც დააძლიო, ტრანსფორმაცია გაუკეთო, ხო და გაიაზრო რა, რომ უმთავრესი ჩვენში არის ჩვენი სული. ჩვენ თუ არ ვაკეთებთ მის დანიშნულებას, ანუ რაც სულს უნდა, ხო, სული, გული, როგორ ეძახის, ჩვენ ხდება ძალიან ბევრი წინააღმდეგობები ცხოვრებაში. და როდესაც მიდიხარ სწორ გზაზე, ჩვენი სულის გზაზე, იგივე ღმერთის გზაზე, ძალიან მარტივია ყველაფერი. ცხოვრება მარტივია. ნებისმიერი შეფერხება, პრობლემა ძალიან მარტივად გვარდება. ამიტომ თუ თქვენ ცხოვრებაში არის სირთულეები და ძალიან რთულად ცხოვრობთ, რთულად აღწევთ თქვენ მიზნებს, ესე იგი თქვენ არასწორ გზაზე დგეხართ. იმიტომ რომ ღმერთის გზა, სწორი გზა, სულის გზა არის მარტივი. უმარტივესი. როგორ უნდა მიხვდეთ რა, სწორ გზაზე ხარ, არა ხარ სულის გზაზე, ხო? როდესაც შინაგანი გაქვს ჰარმონია, ბალანსი, შენი გონება, ცნობიერი და სული მიდის ერთ მიმართულებით, ერთმა არა გაქვს შიდა ბრძოლა, არ ებძვის საკუთარ თავს, ანუ რაღაცა გინდა. აი გაქვს იმპულსი. ჩვენი სული გვესაუბრება ჩვენ იმპულსებით. გაქვს იმპულსი, ხო? აუ, რა მაგარია, ამას გავაკეთებდი, ხო? ან აქ წავიდოდი. ან ამას შევქმნიდი, ან რაღაცა ამგვარი. და მე ერთვება მეორე წამში უკვე ტვინი, ხო, ჩვენი ცნობიერი. აუ, არ გამოგივაო, ამას ესეთი რთულია, ეს ის არის, ანუ შე რაღაცა მოგინდა, მაგაზე გეძლევა ენერგია, იმიტომ რომ ჩვენ შინაგანად გვაძლევს ხო სული ენერგიას, მაგრამ შენ არ გააკეთე. ეს ენერგია ფუჭად დაიხარჯა და შენ დარჩი იმედ გაცრუებული. და მე შემდეგში უკვე ვეღარ აკეთებ ის რაც გინდა, იმიტომ რომ ბევრად რთულია შენთვის. იმიტომ რომ იმის ენერგია აღარ აქვს. ანუ რაც გაძლევს შიდა საწვავს, ესე რომ ვთქვა, დრაივს, ენერგიას და გახარებს, გაბედნიერებს, აი ეს არის ის შე რაც უნდა აკეთო. ყოველთვის მოგეცემა მაშინ ენერგია. რაც გართმევს ენერგიას და აკეთებ იმას და არა გაქვს ენერგია, ესე იგი ეს არ არის შენი საქმე. ესე იგი შენ შინაგანად გაქვს კონფლიქტი. აი, როდესაც თქვენი სურვილი აგისრულებიათ, რა ბედნიერება გაგიცდიათ, გაიხსენეთ. აი ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა თქვენ სულს. თქვენ სულის სურვილებს თუ აასრულებთ, თქვენ ყოველთვის იქნებით ბედნიერი და მაგას განიცდით. მაგრამ აქ არის თავარი დააბალანსოთ ცნობიერი და სული ერთმანეთს და დაასინქრონოთ და სინქრონში მუშაობდნენ. ანუ არ იყოს რა, ის იქეთ კაჩავს, ეს აქეთ კაჩავს. ამიტომ ეს დესტრუქციული პროგრამები, რაც არის ჩვენ ცნობიერში, ეგ ყველაფერი ტრანსფორმაცია უნდა გაუკეთოთ და სინქრონად მომუშაოთ. აი მარტო ამ გზით, როდესაც შინაგანად თქვენ ქაოსს დაალაგებთ და გექნებათ სინქრონი, შინაგანად, შიგნით,
და იქნებით 24/7-ზე ბედნიერი, გახარებული, ხო? აი ეგრე ზუსტად მოწესრიგდება და დაალაგდება თქვენი ცხოვრებაც ფიზიკურ სამყაროში. ამიტომ თუ არა ხართ ბედნიერი, არ გამოგდით ის რაც თქვენ გინდათ, ვერ აღწევთ იმ მიზნებს მარტივად, რაც გაქვთ დასახული და რაც გინდათ, დაუშვით საკუთარ თავს. პირველ რიგში, ეს მართლა თქვენი მიზნებია, მართლა თქვენი სურვილებია? თუ უბრალოდ თქვენ სხვის ცხოვრებას ცხოვრობთ და სხვის სურვილებს ასრულებთ. თუ ეს ნამდვილი ჭეშმარიტი თქვენი სურვილებია, მაშინ ძალიან მარტივად გამოგივათ და ეს შიშები და ამ შიშებს და შეფერხებებს დაძლებთ. როდესაც დაასინქრონებთ ცნობიერს და სულს ერთმანეთთან, საკუთარ თავში შეწყვიტავთ ბრძოლას. კი, ეს დამოუკიდებლად ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ამისთვის არის მენტორები, მასწავლებლები, სამკლებები, გამტარები, ოსტატები, ექსპერტები, როგორც გინდა დაუძახეთ. ეზოთერიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანებმა, ვინც უკვე მიაღწიეს ამ ბალანსს, ვინც უკვე გაიარა ეგ გზა, მიაგნო იმ ჭეშმარიტებას, გახდა ბედნიერი. და მარტივად შეუძლია თქვენც გაგატაროთ ეს გზა ოღონდ დაჩქარებულ რეჟიმში და არა რაღაცა წლები და რაღაცა რო დაჭირდეს ხანძლივად. ამიტომ გისურვებთ ყველას ბედნიერებას.